თაგერის რაიონის სოფელ ტვიშში ხვამლის მთის ტურისტული საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა. უძველესი საკულტო ნაგებობები, მეფეთა საგანძურის ქვაბები, ადგილობრივი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფიქსაცია. ეს ის ისტორიულ-არქეოლოგიური კვლევებია, რომლებიც პროექტის ფარგლებში ჩატარდა. როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, იქვე აღმოჩენილია უძველესი ხელსაწყოები და სხვადასხვა ექსპონატი, რომელთა შესწავლა პროექტის ფარგლებში იგეგმება. ხვამლის მთის ცენტრმა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივით დაიწყო ფუნქციონირება. ფიქრობთ, მეტად მნიშვნელოვანი თემაა, როგორც არქეოლოგებისათვის, ისე საქართველოს ისტორიისათვის. ჩვენ უბრალოდ როგორც ახალგაზრდული კუთხით ხელი შევუწყეთ ამ ინიციატივას და მე ვფიქრობ, ამაც მომავალში გაგრძელება ექნება და ის პროექტი, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა დღეს და რამოდენიმე ხნის წინ, გაგრძელება ექნება. მოგეხსენებათ, ხვამლის თვასთან დაკავშირებით ასოცირდება ძალიან ბევრი საინტერესო მითი და ლეგენდა და სპორტის სამინისტროს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის ხელშეწყობით დაფინანსდა პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ადგილობრივი ახალგაზრდების დასაქმებას, ექსპედიციებში ჩართვას, ტურისტული მარშრუტების გაკეთებას და ტურისტული ცენტრის აშენებას და ვფიქრობთ, რომ მაღალმთიანი რეგიონის განვითარებისთვის ეს იქნება ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯი.